დილამშვიდობისა დღეს 24 სექტემბერია დილის 8 საათი და 30 წუთი. პირდაპირ ეთერში გადაცემა ერთსულოვნების სტილა. სოფი კუჭავა და გიგი ნემსიწვერიძე ვიქნებით თქვენთან ერთად. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ. ჩვენ კი შევეცდებით, რომ ჩვენ გადაცემის სტუმრების მეშვეობით და სიუჟეტებით საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ და თანამედროვულად აგიმაღლოთ განწყობა. ვიდრე ვნახავდეთ გადაცემის ანონსს, ვნახოთ საეკლესიო კალენდარი პირველ რიგში, რა ვიგოთ ვის იხსენიებს 24 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 24 სექტემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამეებს. რწანისის ბრძოლაში საქართველოსთვის თავდადებულებს სამას არაგველს და სასულიერო და საერო პირებს, ღირს თეოდორა ალექსანდრიელს, წმინდა მოწამეებს დიმიტრის, მის ცოლს, ევანთიას და მათ ძეს დიმიტრიანეს, წმინდა მოწამეებს დიოდორე და დიდიმო ასურელებს, წმინდა მოწამე იას, ღირს ევფროსინეს, ღირს სილუანე ათონელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. დღეს გახლავთ ხსენება რწანისის ბრძოლაში თავდადებული გმირების 300 არაგველის. სწორედ აღნიშნულ თემაზე ვისაუბრებთ დღეს სტუმართან ერთად შემოგვირთდება ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი იმყოფება კათოლიკოს პატრიარქის ნათლთა გუნდის წევრებსა და ხელმძღვანელთან ერთად. გუნდში ახალი წევრების მიღებაა გამოცხადებული და თუ როგორ შეიძლება მოხდნენ დაინტერესებულები და როგორ შეუერთდნენ ამ დიდ ოჯახს, უკვე ნინის ჩართვიდან შევიტყობთ, რომელიც გადაცემის სოლობისას ჩაგვერთოთ. ასევე სტუდიაში შემოგვერთდებიან ანსამბლ დიდგორის წევრები. კივი აბესაძე და გიორგი არახამია ვისაუბრებთ დიდგორის გეგმებსა და კონცერტების შესახებ, რომელიც იმერეთში გაიმართება. ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში თითქმის 1 წელია, რაც დაინტერესებულებს შეუძლიათ კერო შემსწავლელი კურსი გაიარონ და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი მათ სრულიად უფასოდ მოახერხონ. პროექტი საქართველოს კათოლიკოს საპატრიარქოსა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. კურსების შესახებ მეც ჩვენ სიუჟეტიდან შეიტყობთ, რომელსაც გადაცემის დასკვნის ნაწილში ვნახავთ. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში.
დავრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა ნაძალადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. დილომშვიდობისა მამა ირაკლი. დილომშვიდობისა. გილოცავთ სამასი არაგველის ხსენების დღეს და დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. ეს გილოცავთ, მოგესალმებით, მადლობას მოგახსენთ მოწვევისთვის და გილოცავთ რა თქმა უნდა მე დღევანდელ დღეს და გისურვებთ კრწანის ბრძოლაში თავდადებულთა ლოცვი და მეოხებით უფალმა დაგლოცოს, გავგაძლიეროს ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულში. გაიხარეთ, დიდი მადლობა. სწორედ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ, რომ გავიხსენოთ და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს. მე-18 საუკუნის მიწურულზე უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ დიდი ბრძოლაზე საქართველოს ისტორიაში, რომელსაც კრწანისის ბრძოლა ეწოდება. როგორ წარიმართა ეს ბრძოლა საქართველოსთვის? ბუნებრივია ვიცით ისტორია, თემა საზოგადოება მიცის ეს ისტორია, კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის და შემდეგ რა თქმა უნდა სამასი არაგველის თავდადებაზეც ვისაუბრეთ კონკრეტულად. პირველ რიგში თქვენის ნებათ ვისაუბროთ მიზეზზე, ამ ბრძოლის გამომწვევ მიზეზზე და სანამ მიზეზს ვიტყოდით, მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ აი საოცარია დიდება ღმერთს, რომ ჭეშმარიტება ერთია, სარწმუნოება ერთია, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, რომ პარადოქსია დღევანდელი დღე ეს სარწმუნოების წყალობით არის და ჩვენი ამ დიდებული მამული შვილობის განცდით შინაგანი ამ სარწმუნო გაჟღენთილი სულით დამსახურება რომ ეს არის ერთგვარ ტრაგიკული ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მტერსაც არ უსულებ იმ საშინელ მოვლენებს რომელიც აღესულა ამ დღეს ჩვენ ქვეყნის მაგრამ თითქოს პარადოქსია რომ ჩვენ ამ დღეს ვზეიმობთ ერთმანეთს ულოცავთ აი კალენდარში შეტანილია რასთან გვაქვს საქმე ჩვენ საქმე გვაქვს სწორედ იმასთან რომ სულის უკტავების ჭეშმარიტება გვასწავლა სარწმუნოებამ და ჩვენ გვწამს რომ სარწმუნოებისთვის თავდადებული თავგანწირული ადამიანი უპირობოდ ზეცაში მკვიდრდება და არა მარტო მკვიდრდება აი ნახით ეკლესია მას წმინდანობის წოდებითაც აჯილდოვებს ხოლო ერიკი მათ თავდადებულ გმირებს უწოდებს და ჩვენთვის ნამდვილად მისალოცი და საამაყვა და ერთავარია მისაბაძი უნდა გახდეს აი როგორც არის ესეთი ფრაზა აქსიომასავითა ისტორიის მსვლელობაში ზოგადად გასაუბრებაში რომ არის იშვიათი მოვლენები როცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვა სწორედ ამ შემთხვევაში რომ ეს არის დამარცხება მაგრამ ამას დროს გამარჯვება გამარჯვების ტოლფასი დამარცხება შეიძლება ესე ვთქვა როცა მართალი ამ ბრძოლაში საქართველოს დამარცხდა ქართლ-კახეთის სამეფო, მაგრამ გაიმარჯვა, გადარჩა რა ჩვენი სარწმენა, ქართველობა და მტერმა ვერ მოახერხა ამ სულის გატეხვა და დამონება დამორჩილება ჩვენი ხშირად ჩნდება ეს კითხვა ხომ საზოგადოებაში, რატომ აღნიშნავთ ასეთ დღეებს, ჩვენთვის ჭირის დღეებს, ხო? ერთი შეხედვით, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა როგორც ცუდ დღე, ძიმე დღე ჩვენს ისტორიაში. თუმცა კარგია რომ აღნიშნავთ ამ ყველაფერს, რომ იცოდეს საზოგადოებამ, რის გამო აღინიშნება კონკრეტულად ეს დღე. ეხლა საოცრება უბრალოდ რო ვისაუბროთ გარდაცვით ყველა გარდავიცვლებით, სიკვდილი ყველას გვეწევა, მაგრამ ეს დიდი ღვთისმსხალობაა, რომ ადამიანს საშუალებაა როგორ მოკვდეს. და როს ესეთი უდგებოდა არჩევანი ჩვენ ეს ყოველთვის ერთ არჩევანს აკეთებდა და ყოველთვის მოკვდეს გმირულად, თავდადებით, სარწმუნოების დასაცავად, სამშობლოს დასაცავად და თავისი ოჯახის უკეთესი მომავლისათვის. ეს ყოველთვის ესე იყო და ეს მოვლენები რატომ იწერებოდა მათი ისტორიულ კალენდარში, რომ მისაბაძი უნდა გახდეს მომავალი თავისუფლების და გახდა კიდევა ჩვენ ამ მაგალითად მოგვიყვანა აქამდე რომ გმირობის მაგალითზე სწორედ ასე უნდა იზრდებოდეს დღეს მომავალი თავობა და როგორც ილია ჭავჭავაძე ბრძანებს და საოცარ სიტყვებია რომ აწყო არის შობელი წარსულისაგან და არის მშობელი მომავალისა გახდება მშობელი მომავალი აწყო მაგრამ ეს აწყო უნდა იყოს ისეთი წარსულისგან შობელი ასეთი წარსულისგან და არა ვთქვათ 20 წლის წარსული როცა გვეუბნებოდი თითქოს ისტორია ჩვენი მაინდამაინც იმ წელს დაიწყო არამს და ეს არის წმინდანი როგორ ბრძანებს რომ წმინდანების ყველაზე სწორი მიბაძვის ფორმა ეს არის მათი საქმის გაგაკეთშენ მიბაძვაში შენ ცხოვრებაში აღსრულებაში ეს არის მარტო არა ლოცვა თაყვანისგი ბატონო პატივის მიგება რომ ყველაზე კარგია თუ შემას მიბაძავ გაკეთებულ საქმეში და ჩვენი ასე ცხოვრობდა და მადლობა ღმერთს ასეთი წმინდანების და გვერდ მიმბაძველობა მოგვიყვანა და გადაგვარჩინა ჩვენ როგორც ერი და როგორც ქვეყანა ზოგადად აქამდე მოვედით ერთი სარწმუნოებით და ერთი სულისკვეთებით. მიზეზებს რაც შეეხება დიახ არ გადავიდეთ თემაზე ამ დროსაც მე-18 საუკუნის ბოლოა იცით საქართველოში მეფოს ძლევამოსილი ერეკლე უკვე თეიმურაზი მის მამა გარდაცვლილია მართლაც საარაკო მეფე გმირი მეფე ლეგენდარული მეფე არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთის მთელი მაშინდელი ქვეყნებისთვის რომელიც კარგად იცოდნენ ერეკლეს შესახებ იცოდნენ ერეკლის შესახებ იცოდნენ მისი გმირობების შესახებ ძალიან დიდ პატვს იცემდნენ იწერებოდა უცხოურ პრესაში ერეკლეს შესახებ და მას აღმოსავლეთის ლომს უწოდებდნენ და ბევრი სწორედ მისგან იღებდა მაგალითს არ მარტო ჩვენი ქვეყანა კი სხვა ქვეყნების პირველი პირები იქნება თუ ერი და ამ დროს როცა ერეკლე იყო აღნიშნოთ არა მარტო როგორც დიდი მებრძოლი დიდი მხედართმთავარი და
სარდალი, ასევე უდიდესი დიპლომატი და პოლიტიკოსი. მან იმდენი შეძლო, რომ ნადირ-შაჰის იმპერიის ნანგრევებზე შექმნილი ახალი სპარსეთის იმპერია, რომელსაც ქერიმ ხანი მართავდა 30 წელიწადი დაახლოებით ერეკლემ შეძლო თავის პოლიტიკის წყალობით მასთან შეენარჩუნა დიპლომატიური ურთიერთობა. და შემდგომობაში იყო ძალიან მცირე რაოდენობის ხარს აძლევდა, სწორედ ამ მეგობრობის და უსაფრთხოების და მშვიდობის გარანტად და ამ პერიოდში იგი აშენებდა ქვეყანას და სწორედ ერეკლემ ამ პერიოდში თბილისი და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგადად გაყოფილიყო იცით ახლა სამთავროებად იმერეთის საკმეფე ყავდა აქცია ერთ-ერთ თანამედროვე სწორედ ევროპულ სახელმწიფოდ თავის კარგი გაგებით. თავის კარგებით, თავის ეკონომიკური მდგომარეობით, სოციალური კლასთა ურთიერთობით, ასე შემდეგ, სავაჭრო ურთიერთობით, ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, სარწმუნოებით და ზნეობრივი ცხოვრებით. და ეს აღშენებლობის პერიოდი რო გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მტრების და ჩვენი არ ყოფნის სურვილებს ძალიან დიდ დაღად ესმებოდათ გულზე და ელოდებდნენ მომენტს, როცა კი საშუალება მიეცემოდათ, რომ ისევ საქართველოს ჩაიგდოთ ხელში და გაილაშქრა და ეს მომენტის დადგა ქერიმ ხანი როცა გარდაიცვალა, მოხდა ტახტის ბრძოლა და იქ გაძლიერდა თურქმანი ყაჯარის წარმომადგენელი აღა მაჰმად ხანი, რომელმაც პირდაპირ ერეკლე ამოიღო მიზანში, გარკვეული ისტორიისტით გადმოცემა არსებობს ერეკლეს, როცა ყმაწვილი იყო და აღა მაჰმად ხანი ერთ-ერთი ყაჯართან ხანიშვილი იყო, ერეკლემ დაინდო ის როცა დაიპყრეს სამეფომ, დაიმორჩილა და არ მოაკვდინა და იქიდან აი შური ქონდა და ბოღმა რომ მდგრად შური ეძა პიროვნულად ერეკლეზე და შანსი ეძებდა რომ უნდა საქართველოში გამოესახა და მიზეს. და როცა ერეკლემ დადო ხსენებულ ტრაქტატი რუსეთის იმპერიასთან, რომელიც ერეკლე კარგად აფასებდა ბუნებრივი ამ პოლიტიკურ მომავალ პერიოდიდან შორჭრეტელი პოლიტიკოსი იყო, რომ ამავე დროს გაძლიერდა ოსმალეთის იმპერია და ორივეს ერთოსურვილი ჰქონდა, რომ საქართველოს დაპყრობა და თბილისის ხელშეკრება, რომელიც იყო ამ დროს სტრატეგიული გზაგასაყარზე მდებარე ერთ-ერთი დიდი სავაჭრო პუნქტი. და სწორედ ამ დროს როცა რუსეთთან დადო ეს შენებული ხელშეკრება, ერეკლემ პირველ რიგში მიზეზი ამის იყო და მიზანი პირველ რიგში რუსეთის დახმარება სამხედრო ძალად ქართახეთსა, სამეფო თუნდაც თავისი კარგი განვითარებულობისა და მოწესრიგებული სამხედრო სფეროს ვერ შეძლებდა ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ ამ ხელა იმპერიებისთვის წინააღმდეგობაც კი გაიწია, რა თუ თავი დაეცვა და გაემარჯვებინა. თავიდან დაიწყეს ერეკლესთან თქვა ნიადაგის მოსინჯვა, როგორც ოსმალეთის იმპერია, რომელსაც უკვე დასავლეთ საქართველოში ბრძოლები ქონა გაჩაღებული მის დასამორჩა და შესაერთებლად თავის იმპერიისთვის, ასევე აღა მაჰმად ხანმა რა თქმა უნდა ეს პირობითი იყო. ერეკლეს პირი უკითხეს, სპირდებოდნენ მას მეგობრობას, თანადგომას, უსაფრთხოებას, მშვიდობას, მეორდება დღესაც ყველაფერი. იჩემებდნენ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომ არაფერს არ დააკლო, ოღონდაც ერეკლეს შეეცვალა კურსი და ხელი აიღო რუსეთთან, ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრობაზე. რა თქმა უნდა, ერეკლემ კარგად იცოდა ამათი მეგობრობის ფასი და ყადრის და არ პასუხობდა მათ ასეთ შეთავაზებებს და პირიქით წელიწადს აგზავნიდა რუსეთთან და ითხოვდა საცრაფოდ სამხედრო ძალის გამოგზავნას, რომელიც ეკუთვნოდა და ვალდებული იყო რუსეთის მხარეს, რომ ეს უზრუნველყო, რადგან ეს ტრაქტატის ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი პუნქტი იყო. მოხდა ისაც მოხდა, უსწრაფესად დაიძრა აღა მაჰმად ხანი, არ დაელოდა, როგორც ჩანს ის ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა რუსეთს გამოიგზავნა ჯარი ნეტაკი გამართლებული იყო, მაგრამ არ მოხდა და რომ დაესწრო ამ სამხედრო დიდი ძალის შემოსვლას გამოილაშქრა საქართველოს ფაქტობრივად ორ დღეში მოადგა საქართველოს საზღვრებს. არ დაჭირვებია ბრძოლა და წინააღმდეგობა საზღვრებზე, რადგან მაშინვე მიემხრნენ მას მოასწრეს ერთმანეთს ასწევდნენ ერეკლეს ღალატს, როგორც განჯის ხანები, ასევე ერევნის მელიქები, ერევნის ხანი, თავითი ჯარით არა მარტო ზიანდება გაუწიეს, აღმოხდა პირიქით შეუერთდნენ და გამოილაშქრეს საქართველოს არა და ცოტა არ იყოს გასაკვირი, როცა რამოდენიმე დღის წინ და თვის წინ თუნდაც ისტორიაში ისინი ერეკლეს მზეს ფიცულდნენ, როგორც მათი გადამრჩენელი, როგორც სახელმწიფოებრივისა, ისევე ფიზიკური გადარჩენისა, მაგრამ დადგა მომენტი უღალატეს ეს დიდი ჯარი 35,000-იანი არმიით მოადგა აღა მაჰმად ხანი საქართველოს საზღვრებს. არ არის სამწუხაროდ, არ არის ღალატი უცხო და მოადგა არა მარტო საზღვრებს, როგორც მოგახსენეთ, გადმოლახა ბრძოლის წინააღმდეგობის გარეშე და პირდაპირ თბილისს მოადგა, სწორედ აი იალღუჯას მიდამოებიდან, როცა კუმისის ტბა არის იცით თქვენ ეს სეიდაბადის მიდამოები და იქ დაბანაკდა და იქიდან 8 სექტემბერს მობრძანდა და დაბანდა 9 სექტემბერს დილიდან გამოილაშქრა საქართველოს თბილისის დასაპყრობად. ერეკლე მომზადებელი შეხვდა, არ შეიძლება ითქვას, მაგრამ მაინც მოვლოდინე რუსეთის დახმარებისა, ფიქრად ვერ მოახერხა იმდენად არ იყო სამხედრო აქ ჩვენთან რაოდენობა, რადგან შემდეგ ისტორიაში იტყვია, ახლავე სიტყვა მოიტანა ვიტყვით, რომ ასევე მაშინაც ძალიან ხშირი იყო ისტორიის
ფალსიფიკატორები დღეს ახალი არაფერი ხდება ამ ხრივ. დღემდე კარგად გახსენებული ძველია ხო ეს ყველაფერი ახალი ახალს ვერ იგონებს ჩვენი მტერი რომ დაიწყეს ისტორიის გაყალბება, შემდეგ დაიწერება ერთ-ერთი სომეხი ისტორიკოსი, ცნობილი სამწუხო საქვეყნოდ არტემ არარატელი, ასევე რუსი გენერალი გუდოვიჩი და ერთ-ერთი კიდე რუსი ისტორიკი წერს რომ თითქოს ერეკლეს უღალატეს თავის შვილებმა და ჯარი არ მოახმარს, ეს რა თქმა უნდა მცდარი პირიქით. იმდენად ყველა მხრიდან ერეკლე ელოდებოდა თავის სამეფოზე თავდასხმას, რომ გადაანაწილა სამხედრო რესურსს. მაგალითად იულონ ბატოლიშვილი დასავლეთის კარიბჭესთან იდგა შემოსავსე საზღვარზე ქართლ-კახეთისა, რომ იქიდან მოსალოდნელი იყო ოსმალების შემოსევი, ელოდებოდნენ ასევე ერეკლეს დასუსტებად. თახტის მემკვიდრე გიორგი მე-12 მომავალი ასევე თავის ძირითადი ჯარით იდგა სიღნაღში, რადგან როგორც იქ ხშირად იყო და ამ დროს მიწვე დიდი ძალით მოსალოდნელი იყო დაღესტნელებიდან ლეკების შემოსევა და აოხრება, იქიდან შემოჭრა ქართლ-კახეთის სამეფოში და ესე რა ძალით დარჩა თბილისის რამოდენიმე კარიბჭე გონა გაამაგრა ერეკლებს და ფაქტურად 5,000-იანი არმიას ვის მოუყარა თავისიც 2,000 მისი შვილიშვილი სოლომონ მეორის დიდი წმინდანის და ასევე დიდებული მეფის იმერეთის მეფის დახმარებით შემოვიდა თბილისში და გვერდზე დაუდგა თავის სახელოვან პაპას. ძალები იყო აბსოლუტურად თანასწორო, 35,000 იქით და 5,000 აქეთ. და როცა წამოვიდა აღმახმარი ამ მიდამოებიდან კუმის თბის მიდამოებიდან ის ფიქრობდა რომ ესე ადვილად შემოვიდა მთელი თავის ძალები თბილისში და დიდი ბრძოლები გაუმართეს პირველივე დღეს ქართველებმა, მომზადებულნი დახვდნენ, ხა ერეკლე უდიდესი სარდალი და სტრატეგოსი იყო, გადაანაწილეს წილის საშუალება და რამოდენიმე მხრიდან თბილისში შემოსვა შეიძლება და ყველა ფაქტობრივად კარიბჭე გაამაგრა ერეკლემ და ყველა კარიბჭის დაცვა დაავალეს ეს საოცარ მის საკუთარ შვილებს და შვილიშვილებს. ანუ მაგ ღალატი მეფის ერეკლეს იმხელა ავტორიტეტი ქონდა წარმოუდგენელია რეალურად რომელიმე შვილს გაებედა შვილიშვილს ასეთი მეფის პაპის ღალატი. მას ისტორია არ აპატიებდა. დიდი ბრძოლები გაუმართეს ამ პირველივე დღეს აღამ აჰმად-ხანს და სამარცხინო დამარცხდა. ძალიან დიდი ძალა შეალია სპარსელების არმიას ამ პირველივე დღის ბრძოლას აღამ აჰმად-ხანმა. დავით ბატონიშვილი მეორე მეთაურობდა ამ ბრძოლას, რომელიც გაიმართა და დამარცხებული უკან გაბრუნდა აღამ აჰმად-ხანი. შემდეგ როცა მას ურჩიეს სომეხმა მელიქებმა რომ თბილისიდან შევდაგოს სხვა გზით ჩასვა დიდი ძალების ერეკლეს ილოდა რომ მას არ მისცემოდა თავის თავარი ძალის გაშლის საშუალება და ბრძოლაში ჩაბმის, ეს აუჭველი გამარჯვებას მოუტანდა. სომეხების ხმების ეს ღალატი და დახმარებით მათ ურჩიეს რომ თელეთის მხრიდან ასულიყო ტაბა ხმელას შინდისის მიდამოში, იქიდან დაშვებულიყო კრწანისის ველზე, ასეც მოიქცა მეორე უკვე 10-ში აღამ აჰმად-ხანი დაეშვა თავისი თავარი ძალებით კრწანისის ველისკენ. დიახ, ზემოთ, იმიტომ რომ და დიდი ძალით მოდიოდა არც დაუშვებდა, იქიდან ხელი მოიტო ვიწრობია ის თვითონ, იცით თქვენ ეს ტერიტორია და არ მიეცა საშუალება არმიის გაშ. იქ უკვე დავით ბატონიშვილი ყავდა კიდე ერეკლემის გამაგრებული თაბორის მთაზე, დღევანდელ მონასტერი მდებარეობს, იქ ზარბაზნები და ცეცხლი და ტყვიები დააყარეს აღამ აჰმად-ხანს, ძალიან დიდი ძალა იქაც დაკარგა და იძულებული გახდა იქიდანაც მიბრუნებულიყო. შემდეგ კიდევ იცით თქვენ დაიმედეს ერეკლეს ცოტა არმია ყავდა, მოbrunდა 10-ში ხდება ეს ყველაფერი და ამ მოbrunებას ერეკლე აღარ ელოდებოდა, იმიტომ რომ ძალები ხა წავით მტერი შეავიწრეს, შეაჩერეს, უკან გააბრუნეს და უკვე გადმოსულიყო საჭირო ძალების. როცა მოbrunდა მტერი ამის ზათ არ იყო და იძულებული გახდა ერეკლე, როცა ხელა გადაჯგუფება ვეღარ ხდებოდა ამ ჯარისა და მოწოდება ბრძოლისკენ, თვითონ 75 წლის ბერი კაცმა აიტაცა, ეს ცნობილია ყველასთვის, ბაირაღი ერთ ხელში, მეორეში ხმალი შიშულა და თვითონ შევარდა ბრძოლის შუაგულში და ამ მაგალითად ესეთი გადავდების ეფექტი იქონია მთელი ჯარი ვინც იყო ერთ რამოდენიმე ასეული ერეკლეს გაშლა ლომებად გადააქცია და ამ მცირე ძალით მართლაც შეძლეს რომ აღამ აჰმად-ხანი უკვე მეორედ უკან გააბრუნეს აი კრწანისის მიდამოებიდან და 10 სექტემბერსაც ქართული ჯარი გამარჯვებული დაბრუნდა თბილისში. მაგრამ გახსენდა 11 სექტემბრი ავაც ახსენებელი ეკლესიის კალენდრი დღეს 24 სექტემბერს 13 დღის თომილობას იძულებული გახდა აღამ აჰმად-ხანი ისევ ცნობილი ქარავნის გზით შემოსულიყო, აი დღეს რომ არის მარნეული და რუსეთის ლუკაშა რუსთავის გზაგასაყარი, ერთი მხრიდან მას ჰქონდა თელეთის ქედი, სადაც ქართველები იყვნენ ჩასაფრებულები და მეორე მხრიდან ადიდებული მტკვარი. და აი ფაქტობრივად ბაბანგზე წავიდა ირანის შაჰი 6000 თურქმენი ამხელა ქონა ფუფუნდება ახლა 6000 კაცი ამისთვის გამოყო ჩააყენა სპარსეთის არმიის ზურგში და უბრძანა რომ უკან დახეული სპარსეთის ჯარისკაცი პირდაპირ დაეცხრილა და მოეკტინებინათ. ამანაც გაამართლა. თორე შეშინებულები გარბოდნენ სპარსელები და ყველას გაგონილ ერეკლეს გმირობის და დაუმარცხებლობის შესახებ და ფაქტიურად პირველ წამდგაზე უყრიდნენ ფარხმაზე გარბოდნენ. და როცა მოვადგა უკვე თავგანწირული ჯარი და უკან დასახელს გზა აღარ დაუტოვა, აღმახსოვრდა ახლა დიდი წინადადება შეხვდა და საოცარი რამ გააკეთა. ის არც ის იყო ახლა ნაკლები სარდალი უნდა ვთქვა, სახელმოხვეჭილი იყო.
და ხვდებოდა რომ წინ ვერ გადაადგილდებოდა და მდგორა წავიდა ვაბანგზე და ადიდებულ მტკვარში თავისი ცხენი გადააგდო და შეეძახა ვინ ჩემი ერთგულია მომყევით და მართლაც მიყვა ჯარი. ფაქტია, რამდენი ასეული კი წაიღო ირანელი ადიდებულ მტკვარმა, მაგრამ ის მოახერხა რომ გააღწია უკვე ნათლოხის ხარიდან მტკვრის შემდეგ მეორე ნაპირზე და იქიდანაც უკვე თბილისში შემოვიდა და უკვე ვეღარ შეძლო ვერ ეკლენ აი ამ ხელა ამდენი ხნა წინააღმდეგობის გაწევა აღსანიშნავია როცა თაბორის ქედზე სულ რამოდენიმე 100 კაცამდე მეზარბაზნე იყო დაყენებული ერეკლეს თავად დავით ბატონიშვილის მეთაურობით და 3000-4000 კაცი რაზმი გააგზავნა აღმახარა მათ გასანეიტრალება და იმ ხელა ფუფუნება ჰქონდა ამ ჯარიდან და ბუნებრივი ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას ვიცით ხო იქ კიდე გმირების დიდი გმირობის შესახებ ამაზეც ვისაუბროთ მე რომ რამოდენიმე უკვე სახელმოხვეჭილი გმირი ყავს დღევანდელ ბრძოლას ბევრი ღვთისმსახურში ყველა თქმა უნდა ყველა ცოცხალი ყველა საწოდინარია მაგრამ ჩვენთვის შემოინახა ისტორიამ მრავალი საარაგო გმირების სახელი ამაზე რა თქმა უნდა შევჩერდები და ასე და ჩაიგდო თბილისში ხელში მოკლედ ბევრი აღარ გავაგრძელოთ ბრძოლის პერიპეტიები და დაატრიალა საშინელება რაზეც მრავალი ისტორიკოსი წერს როგორ გაიძარცვა ჩაყოლებული დედაქალაქი პირველ რიგში მტერი მიზანმართულად დაანგრევდა როგორც ამ დროს ისე სხვა დროს წიგნსაცავებს სტამბა დაანგრია ეკლესია მონასტრები გაძარცვა ხელნაწერები გაანადგურა სინდერები დაიტაცა და შემდეგ მოიცალა მოსახლეობის ხოცვა-ჟუდეტვისათვის აღსანიშნავია მოსახლეობას თვით ქუჩებში წინამდე უწევდა სადამდეს კი შეეძლო ბოლო სისხლის წვეთამდე და ბოლო 11 სექტემბერს უკვე ღამე თბილისის გადაწვით დამთავრდა ღევანდელი ბრძოლა. სამასი არაგველის ხსენების დღე არის დღეს მამა ირაკლი გადაცემა სწორედ ამით დავიწყეთ და საინტერესო არის რა თქმა უნდა თავისთავად რომ მათი ღვაწლის შესახებაც რომ ვისაუბროთ და არის ასევე ალბათ საჭირო ვთქვათ რომ ეროვნული გმირობა ერთია სარწმუნოებისთვის ქვეყნისთვის თავდადება და მსხვერპლად შეწირვა მეორე და საინტერესო არის ასევე გავამახვილოთ ყურადღება იმაზე თუ რა როლი აქვს ზოგადად ქრისტიანულ სარწმუნოებას ეროვნულ ბრძოლაში. გადამწყვეტი როლი, ჩვენ ვიცით რისთვის ვიბრძვით, რისთვის ვკვდებით, ეს იცოდა წინაპარმა, რადგან როგორც ამბობთ ესია ხოლმე სამი ღირებულება პატრიარქმა ტყილად როდი გვასწავლა, ჩემმა უწმიდეს პატრიარქმა მოუწოდეს ღმერთი სამშობლო ადამიანი. ეს არის ზოგად საკაცობრიო უდიდესი ღირებულება. და ქართველისთვის როგორ არის რომ აი ამ სამი ღირებულების ერთ-ერთი მაინც თუ თავს გააწევს ადამიანს ეს უპირობო წმინდანობა და ცხონება. ეს არის საოცრება და ამის გაგრძელებაა რომ ღმერთი როგორც სამშობლო ერთია, სამშობლოს უფალი ერთია ქვეყანაზე და ეს ესია. და ეს წინაპარს კარგად მოეხსენებოდა თუ თავს გაწევდა ან ღმერთის სარწმუნოების ან სამშობლოს ან ადამიანისთვის, ეს ქრისტიანული მორალი სწორედ ეს არის, მას უპირობო ცხონება ხდება ჯილდოთ ღვთისაგან და ამისთვის ამ შთაგონებით რა თქმა უნდა და ამ იმედი და ჭეშმარიტ რწმენით ამდენი თავდადებული უნდა ყავს საქართველოს ამდენი მოწამე ისეთი როგორც წინამორბედები ამბობენ საქართველოს ცეციური იერუსალიმი ქართველი მოწამეებით არის სავსეა ჩვენ ერთ ძალიან ბევრი მოწამე ყავს. სამასი არაგველი უნდა ვთქვათ ღამ ბრძოლაში ძალიან ბევრი დეტალი იყო და ერთ-ერთი ისტორიკოსი აღნიშნავს რომ ერეკლეს შესახებ ყველას უყვარდა ახლა მთელ ერს განსაკუთრებით ერეკლე თამარ მეფის მერე არცერთ მეფეს ამ ხელს სიყვარული არ ქონია პატივა და წილად როგორც ერეკლეს ქონდა და მაგრამ ამათ სიყვარულის შორისაც ერს შორის და ხალხ შორის მაინც თავის დიდად განსაკუთრებულ ადრეს იკავებდნენ განსაკუთრებულ ადგილს თიულებით ხევსურებით თის ხალხს უყვარდა ერეკლე აღმერთებდა ფაქტიურად ვერ მოძებნიდიო თაში ადამიანს ვაშკაც რომ მზად არ ყოფილიყო ერეკლესთვის თავი გაეწირავ და ერთ ისტორიკოს წერს როცა ბრძოლა იწყებოდა და ყველასგან გამოსარჩევი იყო ერთი გარკვეული რაზმი ერეკლეს ლაშქარში თავიანთი შეხედულები ჯერ თავის სწორიტანი მაღალი მხარბეჭი ძალიან წარმოსადეგი პიროვნებები ხამაღალი ლაპარაკი ტანზე რკინი ჩაჩქანი და ყველა მიხვდოდა ეს თავისუფალი მთის შვილები იყვნენ სწორედ ეს სამასი არა რომელმაც როგორც კი გაიგეს რომ ერეკლეს უჭირდა სპარსი მოდიოდა მასე აი ესე სახელდახელოდ შეიკრიბნენ ასეთ გადმოცემას არის რომ ფიცი დადეს ამ დღეს ამ ტაძარს მიუთითებენ ფასანაურთან მდებარეობს ტაძარს ფიცი დადეს რომ თუ რომ დავმართეთ ერთად და ღმერთი გაგვიწყდა შერცხვენილი იყოს ვინც დაბრუნდეს სახში ცოცხალიო და ეს ფიცი მათ სწორედ აღასრულეს ნამდვილად და იცოდნენ ხო რა ზეც იცოდა ეს არის ქართული დამოკიდებულება ეს განაპირობა ეს თუ რეალობა საოცარია რომ თუ სხვა შემთხვევაში არის ხოლმე დამარცხება ან გამარჯვება ქართული სასწორდი არ დებდა ეს ქართული დებდა სასწორს ან გამარჯვება ან სიკვდილი და სიკვდილის გამარჯვების ტოლფასი იყო იმ გაგებით. და სამასი არაგველი მეფის ერთგული მეფის გვერდზე იბრძოდა და როცა უკვე ბრძოლის სასწორი საბოლოოდ სამწუხაროდ გადაიხარა გამარჯვებისა სპარსელებისკენ ერთგვარად ერეკლეს აღარ დარჩენოდა თუ ამ ბრძოლას მოაბრუნებდა ერთ-ერთი შანსი რჩებოდა რომ უნდა მოგტინებულ ყოფილიყო
სარდა მეფე სპარსეთის აღა მაჰმად-ხანი და არ დაჭირვებია ბრძანება მალე ბოლიმდენად ესმოდა თავისი ერთგული ყმებისა მეფეს და ყმებს მეფისა რომ ერთი გახედავ ერეკლიც როგორ გაყავდა ბრძოლის წვედა როცა დააპირა მას შეკვდომოდა მტერს და ფაქტიურად იონე ბატონიშვილმა ესეც სიკვდილით გადაარჩინა ლაგამი ცხენის ძალით მოუტრიალეს გაიყვანეს გახედავ ერთი ამ 300 არაგვეს და გასაგებ რაც უნდა ექნა და პირდაპირ დაიძრა ეს 300 კაცი აღა მაჰმად-ხანის კარვისაკენ და შემდეგ იტყვის აღა მაჰმად-ხანი დაწერს თავის მოგონებებში რომ არსადმე არსად არც ერთი მტერი არ შემბრძოლია ესე მამაცურად არ შემბრძოლებიაო და მართლა 300 კაცი აი ეს მიდიოდა და მტრის გამების გორებს აყენებდა პირდაპირ აი ესე დავიდიოდა არავისაკენ. იჯდა შვიდათ აღა მაჰმად თავის ტახტზე რომ გაყურდა ბრძოლისას და ფაქტობრივად უახლოვდება ეს 300-დან გზადან რა თქმა უნდა ეცემიან ზოგი შუბი, ზოგი მშვილდი, ზოგი ხანჯლით განგმერილი არაგველები და უკვე იმ დონეზე ჯერ არ უგზნობს საფრთხეს აღა მაჰმად და ისე ელვისწრაფით მისკენ მიემართნენ რომ ბოლოს არაგველი რომელიც ის ახლო მივიდა ბაირაღები ესე კარვის წინ აღმართავდნენ ხოლმე გამარჯვების ნიშნად მტერი ესე წესი იყო ბრძოლის დაუმტვიეს დაულეწეს და აი ერთი ხელის წატანებაზეღა გადარჩა აღმოჩნდა ფაქტობრივად ცოცხლად ავიროდა შეპყრობას ეს არაგველი ერთ-ერთი გლეხის ერთი ვაჟკაცი იყო რომ აი ხელი მოგიდა მაშინ გადახდა უკანო და თავისი პირადი მცველი იყო და ეს ბოლო არაგველის აი იქნა მოგტინებული ესეთი გარდამოცემა არსებობს ეს ვაჟკაცურად მისია ვერ შეასრულეს ერეკლეს ვერ გადაუწყდეს ომის ბედი ვერ მოკლეს აღა მაჰმად-ხანი მაგრამ ის კი შეასრულეს თავის ფიცი რომ არც ერთ მათგანს მთაში არ ჩაუტანია ერეკლის დამარცხების ამბავი ყველა ბრძოლის ველზე და ეს არის გმირულად შეეწირა საქართველოს წმინდანთა დასში შეირაცხა 300 თავდადებული არაგველი და დღევანდელ რეალობასთან რომ გავავლოთ ჩვენი საუბრის ბოლოს მამა ირაკლი პარალელი რას გვასწავლის ეს თავდადება როგორ შეიძლება მოახერხოს ასე მცირე რიცხოვანმა ჯარმა ამ ხელაწინააღმდეგობა გაუწიოს ურიცხვ მტერს და რას გვასწავლის ზოგადად მსგავსი თავდადება დღეს ბუნებრივია აღარ ხდება მსგავსი საბედნიეროდ და ღმერთთან უკნას ოდესმე რომელიმე ადამიანს თუნდაც ერთ ადამიანს მსხვერპლად შეწირვა მოუწიოს ხომ ფიზიკურად თუმცა დღესაც გვჭირდება ასეთი თავდადება იმისათვის რომ ჩვენი სამშობლო ჩვენი სარწმუნოება პირველ რიგში დავიცვათ რა პარალელი შეიძლება გავავლოთ 300 არაგველის გამოცდილებიდან გამომდინარე დიახ დღესაც არ ხდება პარალელი ნამდვილად არსებობს დღესაც არ ხდება ასეთი ფორმით სარწმუნოების ხელყოფა ჩვენი და მუქარა და სიცოცხლის მოსპობის ხარჯზე, მაგრამ ერთად იგივე მოეთხოვება ჩვენერს, რომ წმენის სიმტკიცე და სიყვარული თავის სამშობლოსა, როცა ეს აქვს ერთის და მეორეც, ღმერთი იმხელა ძალასაც და შემდეგ აზრის იმ ძალას, რომ მისგან გმირიც გამოაწვდოს და მისგან წვიდანასაც კი შექმნას ადამიანი. რომ დროს ძალიან ბევრი ადამიანი აღესრულა დღეს საოცარი უნდა თქვა მოვასწროთ ორი სიტყვით საერო სასულიერო პირო შემობძანა თბილისში შემოიჭნენ პირველ ეს ღვთისმსახურებს დაუწყეს ხოცვა და ჟლეტო რატომ რომ გაეტეხათ ერი და სწორედ ღვთისმსახურებს ერთად მოაგროვეს და დაატყვევეს მათ თვალწინ მოაკვდინეს არც ერთ არც უფიქრია სარწმუნოების უარყოფა თუნდაც სიკვდილის შიში და მათ დიდი მაგალითი მისცა დღეს ხვალ არის ხსენება წმინდა დოსითეოს თბილელისა მიტროპოლიტი რომ საერთოდ თავის სამბლოდ დასტანეთად ესე გმირულად მოწმენდად შეეწირა და ისინი ხელფეხშეკრულები ნაწარმოები გადაყარეს ტყვაში ასევე ესე ცნობილი ფაქტია რომ მან ანჩისხატი ღვთისმშობლის ხატი გამოვბრძანებენ აღა მაჰმად-ხანა დაასვენებენ ალავრის ხიზე და მოსთხოვა გადარჩენის საერო პირებს რომ ესეთი ბრძანება იყო შემზარავი აღა მაჰმად-ხანის რომ აფურთხებინეთ ღვთისმშობლის სახეში ქართველებს და ვინც გეურჩებათ დახოცეთ და მტკვარში გადაყარეთ და ამ დროსაც ერთგვარად შედრკა ჩვენი ერი შეშინდა ნაწამები ხალხი დახოცილი დახოცა მოწყობილ ოჯახების ხალხი და ხმა გაისმა უკან რიგებდა გამატარეთ მე მივცემ ქართველებს მაგალითს ესეც უნდა ვახსენოთ და ვინმე გლეხი კაკაბაძე შემოგჩა გვარი სახელი შემო თავის ერთ-ერთ ვაჟთან ერთად მართლაც გაატარეს და სპასტა იმედით რომ იგი უარყოფდა და ხაც შეურაცხყოფდა მიუშვეს და მამაშუმა მოიგდრიკეს მუხლი პირჯვარ გადაიწერეს იამბორენ თავიანთ ფარველ წმინდას ყოლაწმინდა ღვთისმშობელს და შემდეგ შენერწყეს სახეში ჯალათებს ისინი აკუწეს და მათ მიბაძა თელმა ერმა ასევე გიორგი გურამიშვილი მაიორი არტილერის რომელმაც ყურო სიკვდილისპირა დადგა თავის რაბთან ერთად საოცარი რამ ჩაიდინა მის ბიცა რომელსაც ღვთისმშობლის წიხვედრი მიწა ქვია რომელიც ნამდვილად გაჟღენთილია წმინდა მოწამების სისხლით ქართული მოწამების საოცარი მოიფიქრა რომ სიკვდილი აშკარა იყო მუთხრა თავის დაქვემდებარებული ჯარისკაცებს რომ მოდი სამეთით თავიღოთ ეს მიწა ვიხნოთ როგორც ზიარება და ეს შეგვარეცხება მის მადათო და ესე მართლაც სამი თითით ეს წმინდა მიწა რომელსაც ქართული სულ უფრთხილდებოდა კი არ ყიდიდა კი არ უთმობდა კი არავის არ
ატან და არამედ ეწირებო ცეცხლი და იხმიეს და ასე ნამდვილად წმინდანება და ნაზირის მადით გარდაიცვალნენ და შეუერთდნენ წმინდათა ურიცხ ჩადას, რომელიც დღესაც ფარულად ჩვენ ქვეყანაში და ჩვენს ეკლესიაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მამა ერაკლი კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და დაგვრჩებით. ხარეთ ინსპირაციით. ნაზავადებში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მფლობელმსახური დეკანოზი ირაკლი კენგებაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათიანი ლოცვის შემდგომ ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად და ასევე როგორც დაგვირდით, შემგთავაზებთ პირდაპირ ეთერში ჩართვას. დიდება მაღალთაში ნომერცა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალემე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხო რომე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აქთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია
ალილუია, ალილუია, დიდება შენ და ღმერთო, ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. გრძელდება ერთსულნების დილა, ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი იმყოფება კათოლიკოს პატრიარქის ნაცვლთა გუნდის წევრებსა და ხელმძღვანელთან ერთად. გუნდში ახალი წევრების მიღებაა გამოცხადებული, თუ როგორ შეიძლება მოხდნენ დაინტერესებულები და როგორ შეუერთდნენ ამ დიდ ოჯახს, უკვე რა თქმა უნდა ნინის ჩართვიდან შევიტყობთ დეტალურად. დილა მშვიდობის ნინი. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. მე შემოგიერთდით კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდს საგალობელთან ერთად. თუ რა სიახლეები აქვს გუნდს და როგორ დაიწყო ახალი სეზონი, ამის შესახებ უფრო მეც მისი ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძე მოგვიყვება. ქალბატონო მაია, მოგესალმებით. მოგვიყევით, როგორ დაიწყო ახალი სეზონი? პირველ რიგში ყველას ვლოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ჩვენ უკვე მერვე წელია განვაახლეთ ჩვენი რეპეტიციები. დაიწყო ნაყოფიერად, იმიტომ რომ გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს, ველოდებით ახალ შევსებას, მსურველებს და აქედან მინდა ვთქვა, რომ არა მხოლოდ პატრიარქის ნაცვლულები, ყველა მსურველს აქვს საშუალება მოვიდეს ჩვენთან გუნდში და ეზიაროს ქართულ სიმღერას, ქართულ საგალობელს. ეს გუნდი ძალიან ბევრ პროექტში არის ხოლმე ჩართული წლის განმავლობაში და ამ მხრივ ალბათ წლევანდელი წელიც არ იქნება გამონაკლისი და რომ გითხრათ რა გეგმები გაქვთ? გეგმები ჩვენი ის არის, რომ ბევრი კონცერტით გვინდა იყოს დათვირთული, ვაპირებთ ახალი კომპაქტ დისკის ჩაწერას, სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობას და აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას, როგორც ასეთი. სულ რამდენი წევრი არის ახლა გუნდში და რეპერტუარის შესახებაც რომ გითხრათ? დღესდღეობით 150-ზე მეტი ბავშვი არის გაწევრიანებული ჩვენთან გუნდში. აქ დგას ახლა საკონცერტო ჯგუფი, სადაც 70-მდე ბავშვია, ასე გვყავს მოსამზადებელი ჯგუფები და წელსაც ველოდებით შევსებას. ჩვენ ვიმყოფებით აღმაშენებლის 40 ნომერში, რუსთაველის თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში და მადლობა მინდა გადაუხადო ადმინისტრაციას, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი საკუთარი ფართი და დაგვითმო ეს სივრცე. ამიტომ ყველა მსურველს ველოდებით აღმაშენებლის 40 ნომერში. შაბათ და კვირას არის ჩვენი სარეპეტიციო დღეები. გაგვეხარდება თუ შემოგვიერთდებიან. უფრო ცლად რომ გითხრათ, მონაწილეობის მსურველებმა, უფრო სწორედ ამ გუნდში გაწევრიანების მსურველებმა რა უნდა გააკეთონ? ხმა როგორ უნდა მოკაწიონ და შემდეგ უკვე რა ეტაპები უნდა გაიარონ? ჩვენ გვაქვს ჩვენი Facebook გვერდი, სადაც მითითებულია ჩვენი საკონტაქტო ტელეფონები, ასევე მისამართი მოგახსენეთ, რომ ეს არის თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსი და შაბათს გვართ 11 საათიდან 5 საათამდე, ასევე კვირას 12 საათიდან 6 საათამდე ნებისმიერ დროს დასაწყისში შეგიძლიათ მოვიდნენ და უკვე ბავშვების მონაცემების მიხედვით უკვე შეირჩევა ჯგუფი, უკვე პრინციპში ერთი ჯგუფი უკვე შედგენილია და მსურველებმა იჩქარონ ჯობია, იმიტომ რომ მაინც რაოდენობა შეზღუდულია. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდება თქვენს გუნდში გაწევრიანების. სიამოვნები და მინდა ვთქვა, რომ არა მხოლოდ პატრიარქის ნაცვლულები, დედმამიშვილები და ნებისმიერი მსურველი შეგვიძლია შემოუერთდეს.
დიდ წარმატებას გისურვებთ და სანამ ჩვენს მაყურებელს უფრო სწორად დავიმშვიდობებით ჩვენს მაყურებელს და დაუტოვებთ მათ მუსიკალურ ნომერს. ძალიან დიდი მადლობა, უგმესი მადლობა ნინის სამარაჩვეულებრივი ჩართვისთვის და რა თქმა უნდა მისი უწმინდესობის ნაცვლთა გუნდს. და ქალბატონ მაია მიქაბერიძეს რა თქმა უნდა. ვარძელებთ გადაცემას, შემოგვიერთდნენ ანსამბლ დიდგორის წევრები გივი აბესაძე და გიორგი არახამია. ვისაუბრებთ დიდგორის გეგმებსა და კონცერტების შესახებ, რომელიც იმერეთში გაიმართება და რა თქმა უნდა მეტ დეტალს თავად სრულები მოგვახსენებთ. დილამშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის, როგორც მოახსენეთ მაყურებელს, იმერეთში დაგეგმილი კონცერტების შესახებ უნდა უთხრათ და მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია. ვიდრე აქ ამაზე ვისაუბრებდეთ ამ სიახლეებზე, უკვე ჩატარებულ კონცერტებს რაც შეეხება წლის განმავლობაში თუ გქონდათ ბედნიერება საზოგადოების წინაშე წარდგენის ეს რომ მოახსენეთ. ერთხელ დილამშვიდობისა, ჩვენ წელს აქტიურად გვაქვს საკონცერტო გამოსვლები, 2 ივლისს გქონდა სოლო კონცერტის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც განახლებული პროგრამით წავდექით და ამ პროგრამის მოსამზადებლად იანვრიდან ბევრი ვიშრომეთ და ეს ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა ჩვენც მაყოფილი ვართ მაყურებელიც ესე ვთქვათ. ეს მნიშვნელოვანია ხო თავად თქვენ იყოთ მაყოფილი ხო როგორც ჩაივლის კონცერტი. მართლა ძალიან ისეთი ბევრი დადებითი ენერგია მივიღეთ ამ კონცერტიდან, რაც ანსამბლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი мотиваცია ესე ვთქვათ. შემდეგ უკვე დაიგეგმა ჩვენი ეს იმერული ტურნე, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში. ამღერებული მუზეუმი ზოგადად ჩვენი დიდი ხნის პროექტია, 2 წლის განმავლობაში მას ვახორციელებდით თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც სხვადასხვა ეზოებში, მათ შორის იმერულ ეზოშიც მართავდით კონცერტებს, შეხვედრებს, ერთობლივ კონცერტებს სხვადასხვა ანსამბლებთან და ამ პროექტის წარმატებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი უკვე იმერეთში, ანუ რეგიონებში გაგვეტანა და პირველი არის იმერეთი, რა თქმა უნდა, ულამაზესი და მშვენიერი ხალასი და ძალიან კარგი ხალხით, მაყურებლით და ეს 2 კონცერტიც ძალიან ისეთი იყო დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ გარემო თვითონ ადგილები, მოგახსენებთ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი, ჯერ ამ პიროვნებების ირგვლივ როცა ესეთი ღონისძიება იმართება, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და სიმბოლურიც. მათ სახლ-მუზეუმში დიდი შესაძლებლობაა ხო? და გარემო არაჩვეულებრივი, ნუ შეიძლება ითქვას იდეალური გარემოა ხალხური სიმღერისთვის. რა თქმა უნდა, რეპერტუარის შესახებაც უნდა ვიკითხოთ, თუ ამ 2 კონცერტის განმავლობაში რა წარადგინეთ? დიახ, მე ვახსენე განახლებული პროგრამა 2 ივლისის კონცერტი და ეს შეიძლება ითქვას როგორც არსებული პროექტის, ასევე კონცერტის ერთობლივი, ესე ვთქვათ, წარდგენა არის. რა იგულისხმება ამ განახლებულ პროგრამაში? განახლებულ პროგრამაში იგულისხმება
გითხრა რომ ჩვენ ძალიან ბევრი სიმღერა მოვამზადეთ, რომელიც შეიძლება ითქვას ჩვენს მიერ არ შესრულებულა, მაგრამ იყო ისეთ სიმღერები, რომლებიც საერთოდ არ შესრულებულა. მოგესალმებით ხალხური სიმღერების ანსამბლების ძირითადი წყარო რეპერტუარის განახლების არის ძველი საარქივო ჩანაწერები, რომელიც საბედნიეროდ უხვად გვაქვს 1900 პირველი წლიდან მოყოლებული და ამ ეს მასალას როცა ვამბობთ, უნდა იცოდეთ, რომ და მაყურებელსაც უნდა ესმოდეს, რომ ეს არის შეიძლება ითქვას ხანდახან არაფერი არ ისმის ამ ჩანაწერებიდან და ძალიან ბევრი როგორც ტექნიკური, ასევე ბევრი ადამიანური რესურსი ჭირდება და დრო რომ ესე ვთქვათ დაზიანებული ჩანაწერი გახდეს შემდეგ უკვე სრულფასოვანი სიმღერა. რომელ ქალაქებში იგეგმება კონკრეტულად იმერეთში ეს თუ შეგვიძლია რომ ვთქვათ მაყურებელს? ჩვენ 27-ში და 28 სექტემბერს გავემგზავრებით იმერეთში ისევ და ამჯერად საჩხერეში, არგვეთში გავმართავთ კონცერტს მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში და შემდეგ ეს პროექტი დასრულდება ქუთაისში სიმბოლურად ოქროს ჩარდაღში იმერეთის მეფეთა რეზიდენციაში. შესანიშნავია. ეს არის ორი ისევ არაჩვეულებრივი ადგილი და ყველას გეძლევათ საშუალება როგორც მოისმინოთ ჩვენი შემოქმედება, ასევე ეწვიოთ ამ ულამაზეს მუზეუმებს. რაც შეეხება რეპეტიციების პროცესს, გიორგი თქვენ რომ გითხრათ, უკვე აქტიურ ფაზაში იქნება ბუნებრივია რეპეტიციების პროცესი. როგორ მიმდინარეობს, როგორ შეეჩვიეთ იმ ახალ რეპერტუარს, რაზეც გივიმ უკვე ახსენა და თქვა ახალი სიმღერები გაქვთ უკვე რეპერტუარში. დიახ, როგორც რეპერტუარი, ასევე ჩვენ შემადგენლობაც განახლებული გვაქვს, ერთ-ერთი წევრი მე ვარ ამ განახლებული შემადგენლობისა. 4 გიორგი დავემატეთ სიმბოლურად. და რა თქმა უნდა, რეპეტიციებს რაც შეეხება, აქტიურად მიდის ჩვენს რეპერტუარზე მუშაობა. ვცდილობთ მსმენელს მეტად შევაყვაროთ ქართული ხალხური სიმღერა. რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, მე როგორც ახალგაზრდა, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს პროცესი. მათთან ერთად გატარებული ყოველი წუთიც, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი ბედნიერების მომდავნია, ასე ვთქვათ და ვცდილობთ, რომ ყველანაირად გარემოს მოვერგოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ როგორც გივიმ ახსენა, ძალიან ლამაზ ადგილებში გვიწევს მოგზაურობა და ეს ერთგვარი გამოწვევაც არის ჩვენთვის. აი 4 გიორგი დაემატა ანსამბლს, როგორც გიორგი თავად ახსენა და ვის აქვს შესაძლებლობა რა უნდა კონდეს, რა მონაცემი ბუნებრივია მუსიკალურ მონაცემთან ერთად, რა თვისება უნდა კონდეს მომღერალს, რომელიც ეცდება და უნდა რომ თქვენი გუნდის წევრი გახდეს. აქვთ ალბათ შესაძლებლობა, ხო, დრო და დრო ანსამბლის წევრები გადახალისდნენ, ასე ვთქვათ. ყოველდღიურობის და რუტინიდან გამომდინარე არის ხანდახან პერიოდი, როდესაც ყველა ვერ იცლის სიმღერისთვის, მოგეხსენებათ სიმღერა არ არის ჩვენ ძირითადი საქმიანობა, სხვადასხვა განხრით მუშაობენ ბიჭები, სხვადასხვა სამსახურებში, შესაბამისად გამოწვევებს პასუხობს ანსამბლი ყოველთვის და 4 გიორგის შემომატებაც სწორედ ესეთი გამოწვევის პასუხი იყო და ნუ ეხლა გიორგი არახამიას მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ იმდენი რამე ეხერხება, გაუჭირდება ვინმეს კონკურენციის ჩაანაცვლოს გიორგის თავად, რომ ყველა კონცერტზე წავალ. ნუ პირველ რიგში სიყვარული ხალხური სიმღერის, ცოდნა, უნარები, რაც აუცილებელია, გუნდურობა, კომუნიკაცია და ბევრი რამე და ხალხური სიმღერა ძალიან ესე ვთქვათ რთული როგორ ვთქვათ, რთული პროცესია. ეს არ არის როგორც წინა მოსამზადებელი პერიოდი, ასევე შესრულება, ურთიერთობა და ეს ძალიან ისეთი სოციალური აქტივობაა, რომელიც შეიძლება ითქვას ერთმა ბელგიელმა სტუმარმა გითხრა, რომ თქვენო აუცილებლადო თქვენ CV-ში უნდა ჩაწეროთო, რომ 15 ადამიანი ერთად შრომობთ 20 წელია უკვე კონფლიქტების და ესე ვთქვათ ზედმეტი გართულების გაზრდაში გამართულ კონცერტებზეც ვისაუბროთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს ღონისძიებებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და თუნდაც იგივე ახალგაზრდა თაობისთვის, რომ უფრო მეტად ახლოს მიიტანოს ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა და გაუღვივოთ სურვილი, რომ მათაც გააგრძელონ ეს გზა. რეგიონებში გასვლა როგორც მნიშვნელოვანია მსმენელისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს არის ორმხრივი სარგებელი, ესე ვთქვათ, რადგან რეგიონები, საქართველოს რეგიონებიდან და სოფლებიდან მოდის ხალხური სიმღერა და ეს ერთგვარი ჩვენი ჟესტია მადლიერების, რომ ის სიმღერები, რომელიც ჩაწერილია სხვადასხვა სოფელში და უკვე აჟღერებულია ჩვენს მიერ,
დავაბრუნოთ და დაუბრუნოთ მსმენელს ესეთი კონცერტების სახით და ეს უწყვეტი პროცესია, რაც ჩვენი განუყოფელი ნაწილია ჩვენი ანსამბლისთვის. ნუ ანსამბლი დიდ როლს ქართველი საზოგადოება შესანიშნავად იცნობს და ჩვენს კადრებშიც თვალნათლივ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებისგან შედგება ანსამბლი დიდ როლი. გივი მახსენა, რომ დაპირისპირების გარეშე, ჩხუბის გარეშე მიმდინარეობს რეპეტიციების პროცესი და ზოგადად თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება, თუმცა ჯანსაღი კრიტიკა და დაპირისპირება კარგი გაგებით ალბათ მნიშვნელოვანია რეპეტიციების პროცესში და იმ დროს, როდესაც რეპერტუარი იქმნება და ყალიბდება. აი ეს რამდენად გაქვთ, მით უმეტეს, როდესაც აი სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები ვახსენე, ალბათ სხვადასხვა შეხედულება იქნება და დამოკიდებულება კონკრეტული სიმღერის მიმართ. აი ამას როგორ ათავსებთ და გამოგაქვთ შემდეგ პროფესიონალურ დონეზე მაყურებლის წინაშე. ჯანსაღი კრიტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ სასამში უხვად არის, ამიტომ რავი, ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ საბოლოოდ ერთ აზრზე ჩამოვყალიბდეთ და შემდგომ უკვე ასე წარუდგინოთ მსმენელს ჩვენი რეპერტუარი. ყველაზე პატარა წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მე ვარ, მაგრამ ეს არანაირ ცვლილებას ჩვენთან არ იწვევს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ჩვენ როგორც გივი მახსენა, ერთი ოჯახი ვართ და აქედან გამომდინარე, ნაკლებად ცუდი კრიტიკა ყოველთვის ჯანსაღი და აქედან გამომდინარე, შემდგომ რეპერტუარიც კარგი ანსამბლის ახალწეულისგან მოვისმინეთ, აი იგივე კითხვა მინდა რომ თქვენც დაგისვათ და თქვენი აზრი მოვისმინეთ. მთელი ჩვენი შემოქმედება და ეს წლები დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, რა თქმა უნდა, მსჯელობაზე, განხილვაზე, კრიტიკაზე და ასე შემდეგ. ეს არის განუყოფელი პროცესი, განუყოფელი მოქმედება პროცესის, ესე ვთქვათ, და სწორედ ეს ჩემი აზრით გამოარჩევს ანსამბლს სხვა დიდგორ სხვა ანსამბლებისგან, რადგან ჩვენ ესე ერთპიროვნული ხელმძღვანელი არ გვყავს, შესაბამისად შეიძლება ითქვას ესეთი საპარლამენტო მოწყობა გვაქვს, სადაც ხმების უმრავლესობა და რა თქმა უნდა მსჯელობა წყვეტს საბოლოო შეკარს. გადაცემა დავიწყეთ იმით, რომ ჩვენ საზოგადოებას მიულოცეთ და თქვენც გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს ამასი არაგველის ხსენების დღე არის, კრწანისობა არის და თავისთავად დაგეგმილ ღონისძიებებში ანსამბლი დიდგორი იღებს მონაწილეობას. როგორ ხართ ჩართული ხო და რამდენად ხართ დატვირთული სამასი არაგველის მემორიალთან გაიმართება დღეს ღონისძიება, რომელიც 12 საათიდან იწყება და ჩვენც ჩავერთვებით ამ ღონისძიებაში, მცირე გამოსვლა გვექნება, რამდენიმე სიმღერა შევასრულებთ და გვიხარია, რომ გვაქვს ეს საშუალება და გვეძლევა ესეთი მსგავსი ღონისძიებების აჟღერება სიმღერა. დიახ, ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, როდიდან იწყება იმერული ტურნე. ამ შაბათ-კვირას 27 სექტემბერს უნდა მობრძანდეთ არგვეთში 5 საათზე მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში, ხოლო 28 სექტემბერს გაიმართება ბოლო კონცერტი ამ პროექტის ფარგლებში ქუთაისში, ოქროს ჩარდაღში. წარმატებები გვინდა გისურვოთ, ბევრი ტურნე და კონცერტი საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით. დიდი მადლობა. ანსამბლი დიდგორის წევრები გივი აბესაძე და გიორგი არახამია იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში თითქმის 1 წელია, რაც დაინტერესებულებს შეუძლიათ კერვის შემსწავლელი კურსი გაიარონ და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი მათ სრულიად უფასოდ მოახერხონ. პროექტი საქართველოს საპატრიარქოსა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. კურსების შესახებ მეც კი ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში მდებარე ამ პატარა ოთახში თითქმის 1 წელია, რაც ყველა საინტერესო საქმემ გააერთიანა და შემოქმედებით პროცესში აქტიურად ჩართო. ეს ლია კაპანაძის შემოქმედებითი სახელოსნოა. დიზაინერობის 53 წლიანი გამოცდილება თავიდანვე სავსე იყო ცოდნის გაზიარებითა და ქველმოქმედებით. მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ კი გადაწყვიტა საყვარელი საქმე გარდაცვლილი დის ხსოვნისთვის მიეძღვნა. ასე გაიხსნა ელზას სახელოსნო. მადლობა უფალს, რომ ამ წმინდა ადგილზე ვარ და მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა გადამეცა ქალბატონებისათვის უსასყიდლოდ, რა თქმა უნდა, დამეკარგა და ძიმეს სცენით.
ორ თვეში აღმოაჩნდა სიმსივნე და დამეღუპა ესე უეცად და იმის გარდაცვალების მერე აკეთებდი პატ-პატარა ქველმოქმედებას, მაგრამ სიკეთეს როცა აკეთებ ეს არც უნდა გამჟღავნდეს და არც ვამჟღავნებდი, მაგრამ ჩემი დის გარდაცვალების მერე პირველი იყო რომ პირბადეების კერვა დავიწყე და თვენახევარი კერა და თან პირველი მყავდა ონკოპაციენტები. იქიდან ფილმს ნამდვილად ვერ ავიღებდი და აქედან დაიწყო ეს ჩემი ქველმოქმედება. კერვა მოდელირების უფასო სწავლების პროექტი საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მისი ხელმძღვანელის ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. მადლობა მინდა გადავუხადო თქვენი ტელევიზიის საშუალებით პირველ რიგში ჩემს მოძღვარს დეკანოს კახაბერ ურუშაძეს, ძვირფას ადამიანს. მე თუ არ აქ დღეს ვარ მისი პირველი ნაბიჯი იქიდან წამოვიდა, რომ მეუფე სტეფანესთან მივიდა და უთხრა ეს ჩემი მოსაზრება. მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე სტეფანეს გვერდში დგომისათვის. მადლობა მამა დავითს, ახალგაზრდული ცენტრის დირექტორს, მადლობა ყველა საპატრიარქოს, ვინც ჩემი ცოდნა, ჩემი ენერგია გადავცია ამ ქალბატონებს და ძალიან ბედნიერი ვარ. წამოვიდა იდეა რომ რეგიონებიდან მირეკამდა ქალბატონები ნეტა თქვენი სანახთისნიერი ადამიანი აქაც იყოს და თავისი დაიბადა ეს აზრიც რომ მე რეგიონებში გავაკეთე განაცხადი რომ რეგიონებში ჩემი დიზაინერები მოვიწვიე, გამოვიწვიე უпростоრად და გამომყვა 6 რეგიონი ჯერჯერობით. საჩხერეში უკვე გავხსენი პირველი საჩხერე დამიდგა ქალბატონი ქეთინო ფალავანდიშვილი, ნინო ჭანკვეტაძე, უკვე გახსნილია სხვითორში. ეხლა ვხსნი კორბოულს, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე მაღალმთიანი რეგიონი და ეხლა ოქტომბერში იქ ჩავალ უკვე 30 ქალბატონი იქ მელოდება. ნელ-ნელ ალბათ სიკეთე გადამდებია და მე მგონია რომ სხვა რეგიონებიც გამომყვებიან. იქნებ კიდეც დასაქმთ უნდა იმუშაონ, თუ არა და თავის ოჯახს ხო გამოადგება და გამოადგება. პირველ რიგში აქცენტი მაქვს მრავალშვილიან დედებზე, ონკოპაციენტებზე, გული გადააყოლონ. მე მყავს ახლა ჯგუფში დღეს თურქეთში არის გამოკვლევაზე და ჯანმრთელობას უსურვებ აქედან. მოსწავლეებს ჭრაკერვის ოსტატობასთან ერთად შრომის სიყვარულსა და ერთმანეთის გვერდში დგომას ასწავლის. როგორც დიზაინერი ამბობს, სურს მისი ნასწავლი საქმე ქალებმა შემოსავლის წყაროდ აქციონ და ამასთან ერთად წარმატების მისაღწევად გამოიყენონ. ისეთი ბედნიერი ვარ, ჩემი ცოდნას კარგად იღებენ და მე ნამუშევრები მოაქვთ. ახლა ისეთი ბედნიერი ვიყავი, აგერ ლიკა მომიტანა სიქარცლის ფორმები და ისეთი შეკერილია ამას შეიძლება 20 წლის კერავიც ვერ შეძლებდა ასეთ ლამას შეკერილს. ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის ხელსაქმე. ახლა კი მოგვეცა შესაძლებლობა გაგვევლო საპატრიარქოს და ქალბატონი ლიას დახმარებით ასეთი 6 თვიანი კურსი, სადაც ვისწავლეთ კერვა და მოდელირება და ეხლა უკვე დავამთავრეთ ეს 6 თვიანი კურსი, რისთვისაც უღრმეს მადლობას გადავხდით ქალბატონ ლია კაპანაძეს პირველ რიგში ამ შესაძლებლობისთვის და საპატრიარქოს. მიგვიღო მან ჩვენ როგორც არამხოლოდ მოსწავლეები, არამხოლოდ ჭრაკერვა და მოდელირება გვასწავლა, არამედ როგორც საკუთარი შვილები და ერთი ოჯახი ჩამოვყალიბდით. მადლობა ლიას რომ ეს დაარსა, მადლობა ვინც ხელი შეუწყო საპატრიარქოს და მადლობა ამ ადამიანებს. ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ჭრაკერვას, ნელ-ნელა ვსწავლობ რაღაცებს. თუმცა ჯერ არაფერი შემიკერია და სტიქარს ვკერავ ახლა, რომ ვაჭქო. ახლა სტიქარის შეკერვაზე მუშაობენ. დასრულების შემდეგ კი საჩუქრად ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსნებს გადასცემენ. 1 ოქტომბერს დიზაინერ ლია კაპანაძის სახელოსნოში მოსწავლეთა ახალი ჯგუფი შემოდგამს ფეხს, საერთო მიზნითა და განსხვავებული ოცნებებით. ახალი წევრების დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან. საქართველოს საპატრიარქოსა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ხორციელდება ეს პროექტი, რაზეც ახლა სიუჟეტი ვნახეთ და სრულიად უფასოდ, რაც მთავარია და შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ ადამიანებს, რომ დაეუფლონ ხელსაქმეს. კიდევ ერთხელ ვილოცავთ დღევანდელ დღეს, სამასი არაგველის ხსენების დღეს, ჩვენს მაყურებელს სრულიად საქართველოს, სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწვერიძე მუშაობდით თქვენთვის, მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. მეც გილოცავთ დღევანდელ დღეს და მადლობას მოგახსენებთ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით. ნახვამდის. ყველამდე.